და ჩვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გვერდთვევა პირდაპირ ეთერში, რომელიც უპასუხებს დღის მთავარ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს. საღამომშვიდობისა ბატონო მინდია, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. ბატონო მინდია, მოდით შევეცადოთ და მეტი სიცხადე შევიტანოთ ამ პროცესში. არსებობს ფრანგი დიპლომატის ბოლო განმარტება, რომ იყო განხილვები, თუმცა ხელმოწერას ის არ ადასტურებს. თქვენი ბოლო განმარტებები, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობდით, რომ ბუნებაში არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროცესის ჩაშლის შესახებ საუბრობს და ბრალდებებსაც გიყენებს თქვენც მათ შორის და მთავრობის ხელმძღვანელობას. რა ტიპის შეთანხმება არსებობდა, თუ კი ასეთი რეალურად არსებობს ბუნებაში? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები მაესტროს მაყურებელს. დღეს სწორედ საფრანგეთის ელჩმა დაადასტურა, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობთ, ამის შესახებ რამდენჯერმე კომენტარიც გავაკეთეთ, ის რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს, არანაირი ვალდებულება, არანაირი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოთა შორისი შეთანხმება არ არსებობს, ამის შესახებ ბატონმა ელჩმა მე მგონი ნათელი განმარტება გააკეთა. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად სანამ საკითხს შევეხებოდე, მინდა კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თემა სპეკულაციების, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. ეს თემა ეხება ქვეყნის თავდაცვას, ეს თემა ეხება უსაფრთხოებას, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ ვამბობდით ამას, რომ არ არის მიზანშეწონილი ამაზე უპასუხისმგებლო საუბარი. თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, ასე ვთქვათ, ამ საკითხის გარშემო აჟიოტაჟი შექმნა და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის განმარტება მიგვეცა. კერძოდ, ის რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამას ვამბობდით წარსულშიც, მაგრამ აქვე ვამბობდით, რომ ხელმოწერა განხორციელდა ეგრეთ წოდებულ განზრახულობათა წერილზე, იგივე მემორანდუმზე, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით სრულიად სხვა სახის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით. ანუ რას გულისხმობს ეს? ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს ხელშეკრულების ორივე მხარემ, თუ ეს ორმხრივი ხელშეკრულებაა, ხოლო მემორანდუმი ეს არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების, ასე ვთქვათ, კეთილნებას, კონსულტაციების თაობას. ამ დოკუმენტს კი ბატონო მოეწერა ხელი. ეს მემორანდუმი, რომელზე ხელმოწერაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რეალურად ანუ პროცესს არაფერ ხებს, იმიტომ რომ ალასანიას მხრიდან იყო განცხადება, რომ პროცესი ფაქტობრივად ჩაშლილია. ანუ გრძელდება კონსულტაცია იმ თემაზე, რაზეც მემორანდუმით შეთანხმდნენ მხარეები. დიახ, მოგახსენებთ. ესე იგი, კონსულტაცია მინდა თავიდან მოგახსენოთ, შესაძლებელია მემორანდუმის გარეშეც და მემორანდუმის არსებობის პირობებშიც. მემორანდუმი არ არის აუცილებელი წინაპირობა რაიმე კონსულტაციების წარმოების. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი კითხვის, რა თქმა უნდა, მე აღნიშნავდი ამას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ჩემი მხრიდან ამის გაკეთება შესაძლებელია, რომ კონსულტაციები გრძელდება, მოლაპარაკებები გრძელდება, რაც დაადასტურა კიდევ ერთხელ ვიძახი საფრანგეთის ელჩმა, ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან წარმატებით და შესაბამისად შედეგებიც იქნება, მე ვფიქრობ, წარმატებული და შედეგებიც იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა. თუმცა მე აქვე მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ არის უამრავი მითქმა-მოთქმა, არის უამრავი, ასე ვთქვათ, ესე იგი, ჭორი და მართალი ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა გარკვეულწილად ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები, შესაბამისად პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება იმ პირებს, ვისაც მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ვინც არ გაითვალისწინა ეს მოწოდება და კვლავ აგრძელებს ამ საკითხებს სპეკულაციას. კი ბატონო. ბატონო მინდია, ხომ არ იგეგმება იმისათვის, რომ ეჭვები გაქარწყლდეს და თუნდაც თქვენს ოპონენტებს, რომლებიც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ ამ შეთანხმებას და მოლაპარაკებათა ერთ-ერთ რაუნდს, გამოქვეყნდეს მემორანდუმის ტექსტი, რომელზეც არის საუბარი და არა ხელშეკრულება. და აქვე მინდა დავაზუსტოთ, ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს თქვენ პარიზში დაუკავშირდით ალასანიას და სთხოვეთ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. თქვენ თავიდან
ეს სატელეფონო ზარი პრაქტიკულად არ დაადასტურეთ, თუმცა მოგვიანებით აღნიშნეთ, რომ ზარი ნამდვილად შედგა, ოღონდ არ ეხებოდა ხელშეკრულების გაუქმებას. მოდით გულწრფელად ვისაუბროთ, რეალურად ზარი რა მიზნით განხორციელდა და იყო თუ არა ეს ზარი შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მოგახსენებთ, მე ბოლოდან დავიწყებ შეკითხვაზე პასუხს. მე არასდროს არ მithქვია უარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზარი განხორციელდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს არ მithქვია და მე არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის არ მცვენია და რაღაც ამაზე დაიწყო საუბარი ბატონმა ალასანიამ, მიუხედავად იმისა, რომ ეჩვენება, რომ მისი საქციელი ამ შემთხვევაში არაკორექტულია, მე კი ბატონო დავადასტურე, რომ ეს ზარი შედგა, მაგრამ აქვე ხაზს უსვავ, რომ ეს ზარი შედგა იმის გამო, რომ მან არ დაიცვა პროცედურები და ამ ზარის განხორციელების მიზეზი იყო ის, რომ მას გადაედო გარკვეული პერიოდით, ასე ვთქვათ, ამ მემორანდუმზე, რომელზეც მოგახსენეთ ზემოთ ხელმოწერა, იმისათვის, რომ ჯერ ეს პროცედურები ყოფილიყო დაცული და შეთანხმებული და გავლილი საბოლოოდ, ხოლო შემდეგ ყოფილიყო ხელი მემორანდუმზე მოწერილი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ზარის მიზეზი. ეხლა უნდა წარმოაჩინონ ეს ზარი თითქოს ვინმე ეწინააღმდეგება, ვთქვათ, რაღაცა კარგის გაკეთებას ქვეყნის თავდაცვაზე. ეს არის სრული აბსურდი, უპასუხისმგებლო განცხადება. პირიქით, ჩვენ ყველა მოწადინებული ვიყავით მაშინაც და ეხლაც ვრჩებით და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს. თუმცა ყველაფერს აქვს თავის წესი და რიგი. და ეს წესი და რიგი უნდა დავიცვათ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა საჯარო მოსამსახურემ და მით უმეტეს მინისტრმა. აი ეს არის ჩემი პასუხი განხორციელებულ ზარზე. თქვენ პროცედურები ახსენით, რა პროცედურებზეა რეალურად საუბარი და რომ დავაზუსტოთ. ალასანი ამბობს, რომ თქვენთან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიდრე გაემგზავრებოდა პარიზში თავის კოლეგასთან შესახვედრად, გაიარა კონსულტაციები და იყო ნებართვა, რომ დაწყებულიყო მოლაპარაკება. რა შეიცვალა მისი გამგზავრების შემდეგ? ეს არ არის სწორი, ეს არ არის სწორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. საკითხი იყო ცნობილი ჩვენთვის, იყო განხილული, მაგრამ საბოლოოდ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული, იმიტომ რომ გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა ის წინადადება, რაც ბატონმა ალასანიამ წარმოადგინა. მას მიეცა მითითება, რომ ეს კორექტირება განეხორციელებინა, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა, ასე ვთქვათ, საბოლოო წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თურის შესახებ უნდა ეწარმოებინა მას კონსულტაციები, ასე ვთქვათ, საფრანგეთის ინდუსტრიულ, სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუფებთან. შესაბამისად, პროცედურების დაცვაში გულისხმობ იმას, რომ მას საბოლოო წინადადება უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან. და ეს შეთანხმება არ იყო მთავრობასთან, მათ შორის ალსანია დღეს ამბობდა, რომ მემორანდუმთან მიმართებაში პირადად თქვენც იყავით სოლიდარული, როდესაც ამ საკითხზე იყო მსჯელობა. მოგახსენებთ, ესე იგი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ. საკითხი იყო განხილული, საკითხი იყო ცნობილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დეტალი, ყველა საკითხი ამასთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული. მაშინ რა მანდატით გაემგზავრა პარიზში ალასანია? არანაირი მანდატი, ნუ ეს ვიზიტი იყო, მაგრამ სწორედ ამას მოგახსენებთ, რომ მემორანდუმზე ხელის მოწერა უნდა გადადებულიყო, ვინაიდან პროცედურები სრულად არ იყო გავლილი, შესაბამისად ჯერ უნდა მომხდარიყო პროცედურების გავლა, ხოლო შემდეგ უნდა მოწერილიყო ხელი ამ მემორანდუმს. თუმცა ხაზს უსვავ, ეს ამ მემორანდუმის ხელმოწერაზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა, პირიქით, ყველა მოწადინებული იყო და არის, მათ შორის პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმისათვის, რომ საქართველოს უფრო მეტი თავდაცვითი შესაძლებლობა გაუჩნდეს, მაგრამ ამავე დროს საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ვალდებულია იცოდეს თუ რაზე აწარმოებს კონსულტაციებს მისი მინისტრი. ეს არის ჩვეულებრივი დადგენილი ნორმა, წესი, ამაში ახალი და უცხო არაფერი არ არის, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მარტივი, ძალიან გასაგები მოთხოვნა ჩვენი მხრიდან. კიდევ ერთი დეტალი, ბატონო მინდია, თავისუფალი დემოკრატები ამბობდნენ, რომ ამ მემორანდუმს 31 მარტს ეწურებოდა ვადა. რაიმე დათქმებს ვადებში გულისხმობდა ეს შეთანხმება? მე მოგახსენებთ, რომ კონსულტაციები, რომელსაც გულისხმობს თავის შინაარსიდან გამომდინარე ეს მემორანდუმი, მიმდინარეობდა, ეხლაც გრძელდება, მოლაპარაკებები გრძელდება, არანაირი საფრთხე ამ პროცესს არ ემუქრება თუ ნამეტანს არ იზავენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ოპონენტები და კიდევ უფრო მეტად არ დააზიანებენ ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ზედმეტი აჟიოტაჟი სპეკულაცია არასწორია. პროცესი გრძელდება, პროცესი მიმდინარეობს წარმატებით. ამას კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საფრანგეთის ელჩმა. მე ვფიქრობ, ამაზე მეტის თქმა ამ ეტაპზე მიზან შეუწყვეტელია. თუმცა ხომ არ გეგმავთ მემორანდუმის
მცირე ნაწილი მაინც გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი. გასაგებია ის კომენტარი, თუმცა ალბათ გაგრძელდება ურთიერთბრალდებები მაინც. მე ვფიქრობ, რომ მე საზოგადოებისთვის გავაკეთე უკვე საკმარისი კომენტარი, თქვენი ეთერის საშუალებითაც ვაკეთებ კომენტარს, ზედმეტ პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ. რაც შეეხება მემორანდუმის გასაჯაროებას, მსგავსი საკითხები საჯაროებას არ ექვემდებარება არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ნორმალურ, ვთქვათ, საზოგადოებაში და შესაბამისად ის რაც უკვე გახდა ცნობილი, ისიც არ იყო ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, ფართო სამჟავროზე გამოსატანი. შესაბამისად არ მგონია, რომ სწორი იყოს მემორანდუმის თუნდაც, ასე ვთქვათ, შეზღუდული დოკუმენტის ღია და საჯარო კი ბატონო ასე ვთქვათ განხილვის გამოტანა. ვინაიდან ეს ვინმეს რამეს კი არ უმალავს, ეს იმას კი არ ნიშნავს, ვინმეს რამეს უმალავს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროზე ადრე მსგავს საკითხებზე საუბარი არის მიზანშეუწონელი და არის თქვა ზიანის მომტანი ჩვენი შემდგომი მიზნების. კი ბატონო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღეს ასევე აცხადებდა, რომ ამ პროცესის შეჩერება პირდაპირ კავშირშია, რომ ოჯახებმა შესაძლოა და ადამიანებმა მშვიდად ვერ დაიძინონ თუ საჰაერო თავდაცვითი სისტემებთან დაკავშირებით მოხდებოდა ხელშეკრულების გაფორმება და ჩვენ ეს ტექნიკა გადმოგვეცემოდა, გაცლებთ უფრო უსაფრთხო იქნებოდა საქართველოს ამ მიმართულებით და არ მოხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან გაუთვალისწინებლად რაღაც ობიექტების შემოსვლა. თქვენ რას ეტყვით საქართველოს მოსახლეობას? რამდენად შვიდად უნდა გძნობდეთ თავს იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ბოლო ძალიან ბევრი წელია პრინციპში ჩვენ ვდგავართ. კი ბატონო, დავაზუსტებ თქვენ ახსენეთ სიტყვა გადმოცემა. არავინ არაფრის გადმოცემას საქართველოსთვის არ აპირებს, ჩვენ უნდა შევიძინოთ და ამაზეა საუბარი ზოგადად, როცა ვლაპარაკობთ შესაძლებლობების გაფართოებაზე, საუბარია შეძენაზე და არა გადმოცემაზე. შესაბამისად, შეძენა შესაძლებელია იმისი, რისის შეძენის შესაძლებლობაც გვაქვს, ხო ესია? შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი. საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დღითი დღე საქართველოს თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს, ჩვენი ჯარის ბრძოლის უნარიანობა იყოს უკეთესი, ვიდრე იყო ერთი დღით წინ. შესაბამისად, ამ მიმართულებით, რასაც თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოება ქვია, ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ღია განხილვის საგანი, ეს არ არის, ასე ვთქვათ, საჯარო საკითხი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ამაზე მხოლოდ ვილაპარაკოთ შეზღუდულ ფარგლებში საზოგადოებისთვის, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, საქართველოს ყავს ბევრი მოწინააღმდეგე, შესაბამისად ამ საკითხებზე ასე ღია და საჯაროდ ლაპარაკი არ შეიძლება. რაც შეეხება ქართული, ასე ვთქვათ, ცის დაცვას და საჰაერო სივრცის დაცვას, უნებრივია, ეს არის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს განხორციელდება ეტაპობრივად, განხორციელდება, ასე ვთქვათ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და შესაბამისად არავის არ აქვს, მათ შორის არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რაიმე შეშფოთების საფუძველი. ბატონ მინდია, ეს პროცესი მოლაპარაკებების შეგძლეთ დააზუსტოთ, რა პერიოდში დაიწყო წინამთავრობის დროს თუ როდის დაახლოებით? კიდევ ერთხელ ხას უსვამ, დაწყებული იყო კონსულტაციები, მსგავსი კონსულტაციები შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წინამთავრობის დროსაც იყო ნაწილობრივ, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ეს კონსულტაციები უკვე შემდგომ პერიოდში. ეს კონსულტაციები გრძელდება, კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკით და შინაარსით არის მიმდინარე ეტაპზე დატვირთული. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინ მივიწევთ, ნაბიჯებს ვსგავთ წინ და არა უკან და არაფერი არ ჩაშლილა, არაფერი არ დარღვეულა. ამიტომ მოუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი არაფრის მომტანი, ასე ვთქვათ, განცხადებებისგან, უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და იყვნენ მშვიდად, ვინაიდან ყველაფერი მიდის ჩვეულ რიტმში. კარგით, კიდევ ერთი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს ასევე ალსანიას მხრიდან იყო გარკვეული ვარაუდი მის შესახებ, რომ შესაძლოა ეს პროცესი უკავშირდებოდეს ამ თემასთან მიმართებაში რუსეთის კრიტიკულ პოზიციას და ექსპერტთა ნაწილის მხრიდანაც შემდეგ იყო მსგავსი ვარაუდები. რას უპასუხებთ თქვენ ამ კომენტარებს? მე ამ საკითხზე არასერიოზულად მიმაჩნია ზოგადად ესეთი განცხადება, თუ ესეთი განცხადება გაკეთდა. არც კი ვიცი რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ.
იმიტომ რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სრული აბსურდი, ისევე როგორც აბსურდი იყო თქვათ თქვენ მოისმინეთ ირაკლი ალასანიას დღევანდელი ეგრეთ წოდებული საგანგებო ბრიფინგი. კი ბატონო, მე მოვისმინე, გავეცანი ამ ბრიფინგის, უბრალოდ გავეცანი ამ ბრიფინგის ჩანაწერს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთივე აბსურდული განცხადებები გააკეთეს თავისუფალმა დემოკრატებმა, როდესაც ისინი ოპოზიციაში წავიდნენ, თითქოს ხდებოდა ასე ვთქვათ კატასტროფა და ქვეყნის დასავლური კურსი იცვლებოდა, ქვეყანა უარს ამბობდა ნატოში გაწევრიანებაზე და კიდე სხვა აპოკალიპტური სცენარები. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსურდული, ჩვენი ქვეყანა არის თანმიმდევრული თავისი კურსის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტრო არის თანმიმდევრული თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოების კუთხის მიმართულებით მუშაობაში. და თქვენი პოზიცია იქნება საინტერესო, ბოლო დროს არ მოგვისმენია ეგრეთ წოდებული კაბელების საქმესთან, აქვს თუ არა თავდაცვის სამინისტროს რამე ახალი ინფორმაცია დაკავებულ სამხედრო მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით? მინდა გითხრათ, რომ საქმეს იძიებს პროკურატურა, უпростоრად წინასწარი საგამოძიებო პროცესი უკვე დასრულებულია. ამდენად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ესე იგი საქმე უკვე გაგზავნილია სასამართლოში. დაველოდოთ სასამართლო განხილვას, ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ვერც საგამოძიებო პროცესში, ვერც სასამართლო განხილვაში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ უпростоრად იყო ვალდებულება, რომ ხელი შეგვეწყო გამოძიებისთვის, რათა საქმეზე დადგენილი იქნას ობიექტური ჭეშმარიტება. პრინციპში ჩვენი მხრიდან გამოძიებას ხელშეშლა არ ქონია პირიქით. დაველოდოთ სასამართლო განხილვას, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო იტყვის საბოლოო სიტყვას იმ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის სულ ერთი არ არის სამხედრო მოსამსახურეების ბედი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვღელავთ მათ ბედზე, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომლის და ყველა სამხედრო მოსამსახურის ბედზე, თუმცა ჩვენ მოკლებული ვართ ყველანაირ შესაძლებლობას, რომ რამენაირად ჩავერიოთ ამ პროცესში. კი ბატონო, გასაგებია, თუმცა თქვენი ოპონენტები ფაქტია, რომ მაინც ამ საკითხსაც პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ. და ჩვენ კიდევ რამდენიმე საკითხი დაგვრჩა, ვიდრე დაგემსხვრევთ. დღევანდელი ინფორმაციის შესახებ მინდა მაინც დააზუსტოთ, თქვენ განცხადება გავრცელდა თქვენი უწყების მიერ, იყო საუბარი ვაზიანზე 80-მდე სამხედრო მოსამსახურის მოწამვლის შესახებ, იყო განმარტება თავდაცვის უწყების მხრიდან, მაგრამ ეგ მაინც დააზუსტოთ, რა ინფორმაცია გაქვთ ბოლო მონაცემებით. კი ბატონო, ესეც ჩვენი კეთილმოსურნეების გავრცელებული ინფორმაციაა. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია. გუშინ საველესწავლებების დროს სამხედრო მოსამსახურემ გარკვეული ჩივილებით მიმართა სამედიცინო პუნქტს. მათ ასე ვთქვათ გაეწიათ გარკვეული ელემენტარული სამედიცინო დახმარება. დღეს ისინი მშვენივრად იმყოფებიან, კარგად იმყოფებიან, არავით არის ასე ვთქვათ მასობრივ მოწამვლას და რაღაცა მსგავს ასე ვთქვათ ნეგატიურ კარგად არიან ჯარისკაცები. მშვენივრად და არც ყოფილა ასე ვთქვათ ასეთი მასშტაბის, როგორც რამოდენიმე ჟურნალისტმა გაავრცელა. ბატონო მინდია, გუშინ მუხათგვერდის სასაფლაოზე გელდებოდა თქვენ ჟურნალისტები, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედრო დაკრძალეს. რატომ ვერ მოახერხა მინისტრმა ადგილზე მისვლა? მოგახსენებთ, კარგია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დამისვით. გუშინ თუ ადევნებდით თვალყურს ჩვენ საქმიანობას, გუშინ იყო სამიტი, სამხრივი სამიტი, აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამიტი, რომელიც არის ტრადიციული ფორმატის ღონისძიება. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩვენ საკმაოდ საინტერესო შეხვედრები და საუბრები ქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე, თანამშრომლობის პერსპექტივაზე, როგორც სამხრივ ფორმატში, ასევე ორხრივ ფორმატში. შესაბამისად მთელი დღე იყო დატვირთული ჩვენ გამთავისუფლდით დაახლოებით საღამოს 9 საათზე. კი ბატონო, თუმცა ეგ არცია გენშტაბის უფროსი არ იმყოფებოდა. გენშტაბის უფროსი ზუსტად და მინისტრის პირველი მოადგილე ჩართული იყო ამ სამიტის მუშაობაში უშუალოდ. შესაბამისად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე, გენშტაბის უფროსის ორი მოადგილე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო დაკრძალვის ცერემონიალი,
ეს ბიჭები ჩვენი ასე ვთქვათ ჯარისკაცები დაკრძალული არიან გაცილებით კი, ამ შესახებ გვაქვს ინფორმაცია, ჩვენ უბრალოდ დავაზუსტეთ, იმიტომ რომ დროში ვიწურებთ. ხემ რომ იყო ასეთი კითხვაც ბატონო მინდია, რომ რა გზავნილია ეს მინისტრის მხრიდან სამხედროების მისამართით. შეიძლებოდა თუ არ, რომ სტუმრად მყოფი თავდაცვის მინისტრები, თქვენი კოლეგებიც თქვენთან ერთად ყოფილიყვნენ აი ამ ცერემონიალზე. და ყოფილიყო ეს შეკითხვები, რომელიც გაჩნდა. იცით რაშია საქმე? ეს არის თითიდან გამოწვეული შეკითხვები. ღონისძიება გაწერილი იყო პროტოკოლით, გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული ჩვენი მეგობარი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. მე მინდა გითხრათ ცნობისათვის, რომ ძალიან ბევრი ოჯახის წევრი, რომლის ასე ვთქვათ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების დაკრძალვა მოხდა და არა ცხედრების დაკრძალვა გუშინ, ვერ დაესწრო ამ ღონისძიებას. თუმცა ეს ღონისძიება ორგანიზებული იყო ბუნებრივია თავდაცვის სამინისტროს მიერ, თავდაცვის სამინისტრომ ჩემი აზრით მიაგო და ყოველთვის მიაგებს პატივს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. მე ჩვენ ჯარისკაცებს მინდა უთხრა და ჩვენმა ჯარისკაცებმა მშვენივრად იციან თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მათ მიმართ და აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს. კითხვის ნიშანი გაჩნდა კონკრეტული პირებისთვის, რომელიც კიდევ ვიმეორებ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავდაცვის უნარიანობის კეთილმოსურნეები არიან. უღრმესი მადლობა. მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, ეს იყო მისი პირველი განმარტება, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი ალასანიას გზავნილების საგანგებო